დილამშვიდობის მოგესალმებით გურიიდან მე ახლა ვარ სოფელ ბაღში ერთ საინტერესო ოჯახში და როგორც გავიგე ეს ოჯახი თითქმის ენერგო დამოუკიდებელია რანაირად და როგორ შევიდეთ და ჩვენი თვალით ვნახოთ გიორგი მოგზამდი ეს გახლავთ გიორგი ნაკელის დროებითი ადგილსახსნარის ესე იგი წყალხსნარის მოსამზადებელი ადგილი პატარა აუზი ხო მოკლედ აქ ეს არის ბოსელი ეს არის ბოსელი სასაქონლე სადაც საქონელი ღამეს ათევს და ბუნებრივია ნაკელი გროვდება აი ამ ნაკელს ვასუფთავებთ აქვე ჩადის ამ ყვრით ამ ავში შემდეგ მოუშვით წყალს წყალი აქვეა და მოუშვით წყალს წყლის გარდა არაფერი არ ჭირდება არაფერი არ ჭირდება და პროპორციულად არის გიორგი ასე რომ 1 ვედრო ნაკელი 1 ვედრო წყალი ესე იგი პროპორციის თვალსაზრისით რო ვთქვათ ის ხდება შემდეგ ამას ვაყოვნებთ გარკვეული დროით და კარგად არ გაიხსნება და თან პლუს ამას ჰაერის ტემპერატურაზე ხდება ამ ნაკელის დუღილის პროცესი წყალთან ერთად უკვე აქ იწყება ეს აქ იწყება და როცა უკვე ხელმეორედ დაგვიგროვდება ნაკელი მაშინ იმ შემთხვევაში უკვე ხსნით ლუქს ვიღებთ ლუქს და აი თავისით მიდის რეზერვუარში რომელიც ბოსელის უკან არის აი ეს არის სასაქონლის უკანა მხარე, სადაც არის მოწყობილი ეს ბიოგაზის დანადგარი და ჩამარხული არის ნიადაგში. რატომ მანდავანიც ნიადაგში? იმიტომ რომ 3 მეტრ სიღრმეზე. 3 მეტრ სიღრმეზე, რადგანაც იქ აბსოლუტურად ზამთარ ზაფხულ ერთი და იგივე ტემპერატურაა და ეს ტემპერატურა პლუს მინუს არის 14-15 გრადუსი, რაც საკმარისი არის გამართული მუშაობისთვის რომ ეს პროცესი ბიოლოგიური პროცესი ბიოგაზის დანადგარში წარიმართოს. აქ რა ხდება ახლა? ამ ბიოგაზის დანადგარში არის უჰაერო სივრცე. ეს ნიშნავს იმას, რომ შიგნით არსებული ბაქტერიები და ეს ბაქტერიები არის უკვე საქონლის კუჭ-ნაწლავიდან წამოსული ნაკელში, რაც უშუალოდ ხელს უწყობს ამ წვის პროცესი უკვე დაწყებულია იქ და შემდეგ გრძელდება უკვე აქ ამ წყალხსნართან ერთად. გაზი მიდის უკვე მე ოჯახში მილების საშუალებით და ის რაც დარჩა ის მასა უკვე გამოიყენება ხო, ის გაგვაქვს პერიოდულად საჭიროების და მიხედვით უკვე მეურნეობაში. თხილის განაყოფიერებისთვის, ჩაის პლანტაციებისთვის, ბოსტნისთვის და ვენახის. ორგანული სასუქია რა. რა რაოდენობის გაზი გროვდება აქ, რამხელა რეზერვუარია? აქ გროვდება 4 კუბამეტრ ნახევარი გაზი, 4 კუბამეტრ. მუდმივად გაქვთ ეს გაზი. მუდმივად არის ეს გაზი, რაც ნიშნავს, რომ ესე იგი 4 ალი რო კონდეს ანთებული 8 საათის მანძილზე არ დაგველევა გაზი. ეგრევე აბრიალდა. ეგ თუ არ იცი რა გაზია ვერც გაარჩევს ბუნებრივი გაზია თუ ბიოგაზი ნამდვილად ვერ მოკლედ ძალიან კარგია რა 3 ძირითადი ფაქტორია რის გამოც აი ამ ბიოგაზის წარმოება ღირს პირველი უფასოა რაც თავარია უფასო ბუნებრივი აირი გვაქვს უფასო და რაც თავარია სასარგებლო ორგანული სასუქი გვაქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამით ვეხმარებით გარემოს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მასპინძლობისთვის. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. ჩვენ კი სტუდიაში გავაგრძელებთ საუბარს ბიოგაზზე. მოგესალმებით ახლა უკვე სტუდიიდან, როგორც იცით, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ბიოგაზი და გასაგები რომ იყოს, რატომ ავერშიეთ ეს თემა, გეტყვით 3 ძირითად მიმართულებას, რის გამოც ბიოგაზის გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი ეს არის კლიმატის ცვლილება, რომელიც ძალიან მწვავე გარემოს დაცვითი პრობლემაა. კლიმატის ცვლილებას ძირითადად სათბურის აირები იწვევს. ესეთია მაგალითად მეთანი, რომელიც წარმოიქმნება ორგანული ნარჩენების დაშლის შედეგად. ამიტომ ჩვენ რა უნდა ვქნათ, უნდა გადავამუშავოთ ორგანული ნარჩენები და შესაბამისად
შესაბამისად უფრო ნაკლები მეთანი იქნება ატმოსფეროში. ორგანული ნარჩენების გადამუშავების კიდევ ერთ-ერთი ხერხია ბიოგაზის წარმოება. რა ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიძლება მივიღოთ გაზი და მეორე გამოიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით. აი ამ გაზის მიღების შემდეგ ეს დარჩენილი მასა ნიადაგის კარგი გამანაყიერებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ სოფლის მეურნეობაში მისი გამოყენება ძალიან კარგია. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა ვიდეო და უკვე სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება. ეს ენერგორესურსებია მზე, ქარი, ბიომასა, წყალი და ასე შემდეგ. თითოეულ მათგანს წარსულში ფართოდ იყენებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სასარგებლო წიაღისეულის გამოყენება დაიწყეს, ისინი დავიწყებას მიეცა. თუმცა ადამიანის სხვადასხვა საქმიანობამ, მათ შორის ინდუსტრიის განვითარებამ, გარემოს დიდი ზიანი მიაყენა. ამიტომ განახლებადი ენერგიის წყაროებს კვლავ დიდი ყურადღება დაეთმო. ბიოგაზი განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი წყაროა, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გამოიყენებოდა. ბიოგაზი ეს არის გაზისებრი პროდუქტი, რომელიც უჟანგბადო გარემოში სხვადასხვა ორგანული ნივთიერებების წვის შედეგად წარმოიქმნება. ამ დროს მიღებული ენერგია კი შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ. საჭმლის მოსამზადებლად, წყლის გასათბობად და თქვენ წარმოიდგინეთ ელექტროენერგიის მისაღებადაც კი. სოფლის მეურნეობაში მთელი წლის განმავლობაში გროვდება ცხოველური, მცენარეული და სხვადასხვა სახის ნარჩენების დიდი რაოდენობა, რომელსაც დაწვის შემდეგ გამოიყენებენ როგორც ორგანულ სასუქს. დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რა რაოდენობის სითბური ენერგია და ბიოგაზი გამოიყოფა წვის პროცესში. გაგიკვირდებათ, მაგრამ კაცობრიობამ ბიოგაზის გამოყენება დიდი ხნის წინ ისწავლა. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე 1000 წლეულში დღევანდელი გერმანიის ტერიტორიაზე უკვე არსებობდა ბიოგაზის პრიმიტიული დანადგარები. მდინარე ელბის დაჭაობებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მომთაბარე ტომებმა მოიფიქრეს ჭაობის ზედაპირიდან ამომავალი აალებადი გაზის გამოყენება. ისინი ჭაობის ზედაპირს ტყავით ფარავდნენ. ტყავისავე მილებით მიჰყავდათ დაგროვილი გაზი თავის საცხოვრებელ ადგილამდე და მას საკვების მოსამზადებლად იყენებდნენ. მე-17 საუკუნეში იან ბაპტისტ ვან ჰელმონტმა აღმოაჩინა, რომ ლპობადი ბიომასა გამოყოფს აალებად აირებს. მე-18 საუკუნეში ჰემფრი დევიმ ბიოგაზში მეთანი აღმოაჩინა. პირველი თანამედროვე ტიპის ბიოგაზის დანადგარი 1859 წელს ბომბეიში შექმნეს. ინდოეთში, ნეპალსა და ვიეტნამში ბიოგაზის მცირე დანადგარები გამოიყენება, რომლებიც ერთი ოჯახისთვის არის განკუთვნილი. ამ დანადგარებით მიღებულ გაზს ძირითადად საკვების მოსამზადებლად იყენებენ. განვითარებულ ქვეყნებს შორის ბიოგაზს წარმატებით იყენებენ სკანდინავიის ქვეყნები, დანია და შვედეთი. დანიის მთლიან ენერგობალანსში ბიოგაზ 18% უკავია. წამყვანი საავტომობილო კომპანიები Volvo და Scania აწარმოებენ ავტობუსებს, რომელთა ძრავები ბიოგაზის საწვავზე მუშაობენ. ასეთი ავტობუსები აქტიურად მოძრაობენ შვეიცარიის ქალაქებში. ბიოგაზის დანადგარების გავრცელებით მკვეთრად მცირდება ტყის ჩეხვა. 3-6 სულ საქონელის ნაკელზე მომუშავე ბიოგაზის დანადგარის ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 1 ჰექტარი ტყის რესურსი იზოგება. ბიოგაზის დანადგარიდან მიღებული ბიომასა საუკეთესო ორგანული სასუქია. საქონლის ნაკელთან შედარებით ბიოსასუქი 30%-ით მეტ ბუნებრივ აზოტს შეიცავს. მისი გამოყენებით მოსავლიანობა 10-15%-ით იზრდება. ბიოგაზის გამოყენება და წარმოება მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს არ ხდება ჰაერში მეთანის უმიზნო გაფრქვევა. მეთანი სათბურის აირია. ის ნახშირორჟანგზე მდგრადია და ატმოსფეროში დაახლოებით 12 წლის მანძილზე რჩება. ამიტომ მეთანის დაჭერა და მისი სასიკეთოდ გამოყენება საუკეთესო ხერხია გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად. ბიოგაზის სარგებლიანობას და მის ეკოლოგიურ სისუფთავეს ცივილიზებული სამყარო უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც მსოფლიო ეკოლოგიური სურათის გარკვეულწილად გაუმჯობესების წინაპირობაა. დავბრუნდით სტუდიაში და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ნინის და დათუნას თანადოლი ბავშვები, სალომე, გიორგი და ნიკა, რომლებმაც ძალიან საინტერესო დანადგარი მოგვიტანეს, მაგრამ სანამ ამ დანადგარს მიუბრუნდებოდე, მე მინდა ვკითხო მათ რა არის ბიოგაზი, აი თქვენი აზრით, რო აგვიხსნათ. სალომე, შენ აგვიხსნე? კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში. ბიოგაზი ეს არის აირი, რომელიც შედგება ძირითადად მეთანისგან, თუმცა მასში არის ნახშირორჟანგი და მცირე რაოდენობით გოგირდ წყალბადიც. ანუ
მთლიანობაში შეგვიძლია აღვიქვათ როგორც აირი და შევადაროთ ბუნებრივ აირს, რომელსაც ჩვეულებრივ თუნდაც სამზარეულოში ვიყენებთ ხოლმე საწვავად. გასაგები, ეხლა მე მგონია რომ უნდა მივუბრუნდეთ რა დანადგარია ეს, როგორ მუშაობს და აი ამ ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, გამარჯობა, ეს არის მინის ზედაპირი არის როგორც მიწის ზედაპირი, ასე აღვქვათ და აქ გვაქვს ეგრეთ წოდებული ბოსელის მაკეტი. ანუ ეს როგორც სოფელი ისე წარმოვიდგინოთ ეს, ხო? დიახ. წამოდი მაგ რამე სახრი რამე. აქ ბოსელია, რომელიც ყოველ დღეს სუფთავდება და ეს ასე ვთქვათ ბიოლოგიური მასები თავსდება აი ამ ანუ ბოსელშივია ეს უკვე დამონტაჟებული, ხო? დიახ. და შემდეგ თავსდება ეს ნარჩენი. მე რა ხდება? რეზერვუარში, შემდეგ ეს მასა ჩამოდის ბიოგაზის მთავარ დანადგარში, როგორც ვთქვათ, ყველაზე დიდი ბაკი რომელიც არის და აქ ხდება მის ბიოლოგიური დამუშავება თვითონ ხდება ეს დამუშავება. აი როგორ ხდება ეს დამუშავება, შეგვიძლია აგვიხსნათ? კი, გეტყვით, ამ ბიოგაზის მთავარ დანადგარში იქმნება უჟანგბადო სივრცე, სადაც ბაქტერიები ბუნებრივად სხვადასხვა რეაქციებს აწარმოებენ და ამის შემდეგ ამ ბიომასისაგან, თხევადი ბიომასისაგან ამ ბუნკერში სანამ მოთავსდება ეს ბიომასა ხდება მისი წყალში გახსნა, რადგან უფრო მარტივად განვითარდეს ეს რეაქცია. და აი ამ კაფსულიდან თვითონ გაზის გადასვლა ხდება სპეციალურად დამონტაჟებულ ასე ვთქვათ ნაწილში, სადაც ხდება ამ გაზის დაგროვება და შემდეგ საჭიროებისამებრ როცა მოგვინდება შეგვიძლია გავხსნათ აი აქ დამაგრებული ონკანი და გამოვიყენოთ ჩვეულებრივად გაზი როგორც სამზარეულო საქმიანობებში, ასევე გამოთბობლის ფუნქციად შეგვიძლია შევთავაზოთ. დიახ. ამაგიო. აჰა. ეს უკვე ბიოგაზია, ეხლა რაც კი, ბიოგაზი ბიოლოგიურად სუფთა გაზი იწვის. არც სუნი აქვს ისეთი სპეციფიკური არაფერი. სპეციფიკური არა, რეაქციების შედეგად ამას ყველაფერს თავის სუნს კარგავს და ჩვეულებრივად გვევლინება როგორც ბუნებრივი აირი გაზი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეთანი საერთოდ 21-ჯერ უფრო მავნებელია ვიდრე ნახშირორჟანგი, მთლიანად აი ამ გარემოსთვის და ბუნებისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს მეთანი აკუმულირდება, ანუ მისი გარეთ გაფანტვა არ ხდება. რამოდენიმე სარგებელს ვიღებთ, ხო? ერთი ის რომ გარემოში სათბური აირები აღარ გამოიტყოსნება იმ რაოდენობით, როგორც თქვა ბუნებრივად მოხდებოდა. შეგვიძლია აგრეთვე გამოვიყენოთ საკუთარი და ამასთანავე ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სასუქი გამოიყოფა ბიოსასუქი, მე უკვე თქვი და მართალია. და თქვენ თვითონ გააკეთეთ ეს დანადგარი და გეხმარნენ. ვინმე ამის აწყობაში, ხო, საინტერესოა. ესე რამდენი ხანია რაც გაქვს და რატომ გაგიჩნდათ ასე ვთქვათ იდეა რომ ესეთი დანადგარი შეგექმნათ? დაახლოებით 1 წლის წინ ავაწყეთ ჩვენ ეს დანადგარი და პირველ რიგში ჩვენი ამ თემით დაინტერესება მოყვა გიორგისა და სალომეს მამის საქმიანობას, რომელიც ჩაბმული არის. ხართ, ხო? დიახ. რომელიც ჩაბმული არის სწორედ ამ დანადგარების გავრცელებაში საქართველოს ტერიტორიაზე და სწორედ ამიტომაც ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ასე ვთქვათ ჩვენ თვითონ აგვეგო ჩვენი ინტერპრეტაციით ეს ბიოგაზის დანადგარი და რა თქმა უნდა მათი მამაც მოგვეხმარა და შედეგიც სახეზე. ძალიან კარგი. ისე ბევრ ოჯახს აქვს ასეთი დანადგარი, ახლა თქვენ ახსენეთ რომ დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად, აღმოსავლეთ საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული ეს სფერო. რამდენი ენერგია შეიძლება მივიღოთ? საშუალო ტიპის საოჯახო დანადგარი რომ ავიღოთ, დაახლოებით 3 პირუტყვზე გათვლილი, მისგან ნაწარმოებ ბიომასას, ასე ვთქვათ, და შემდგომში სასუქსა და გაზს შეუძლია 1 წლის განმავლობაში თავისუფლად შეინახოს ერთი ოჯახი და ასევე მათი ნერგავებისათვის, ასე ვთქვათ, შეუძლია ძალიან მარტივად დააწარმოოს საჭირო რაოდენობის სასუქის და გაზის, ამიტომაც საშუალო ტიპის დანადგარს შეუძლია ერთი ოჯახი მთლიანად შეინახოს სოფელში. უზრუნველყოს გაზითა და გამათბობლით. აი რამდენად არის ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის ამ დანადგარის გაკეთება, ესე რომ ვთქვა? ისევ საშუალო ტიპის საოჯახო ტიპის დანადგარი რომ ავიღოთ, მის მაგალითზე რომ მივსჯელოთ, მის ასე ვთქვათ პოტენციური ექსპლუატატორს უწევს მხოლოდ ერთჯერადად გადახდა დაახლოებით 2000-3000 ლარის რომ ეს მთლიანად უკვე გაამზადოს ფუნქციონირებისათვის და შემდეგ მისი გარანტია ასე ვთქვათ დაახლოებით 50 წელიწადი, ამიტომაც მისი დამზადება ძალიან ძვირიც არის. შეიძლება ითქვას რომ იაფია, იმიტომ რომ მისი გრძელვადიანი სარგებელი გვაძლევს იმის თქმის საშუალებასაც, რომ ეს უმნიშვნელო თანხა, რომლის გადახდაც გვიწევს მის
დასამზადებლად ნამდვილად დღის რა თქმა უნდა მისი გაკეთება. ნიკა რა მითხარით, აი ბიოგაზის გარდა კიდევ რა შეიძლება რა პროდუქტები შეიძლება მივიღოთ აი ამ ტექნოლოგიით? ამ ტექნოლოგიით, ამ ბიოლოგიურად სუფთა გაზის გარდა ასე თუ შეგვიძლია მივიღოთ ასევე ბიოლოგიურად სუფთა სასუქი, რომელიც ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე ქიმიური დანამატების მიერ შექმნილი სასუქი, ამიტომაც იგი ძალიან კარგია სასათბურე მეურნეობისთვის, ასევე ვენახებისათვის და სხვა ნებისმიერი ნარგავებისათვის. ესე იგი ფერმერებისთვის ძალიან დიდი შეღავათია ეს, კი, რა თქმა უნდა. ბავშვებო, როგორც ვიცი, ამ დანადგარმა გაიმარჯვა უცხოეთში და ამის შესახებ რო გითხრათ. დიახ, წინა ზაფხულს მე მქონდა წაღებული როგორც პროექტი საქართველოს სახელით ჰოლანდიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ახალგაზრდა გამომგონებელთა ოლიმპიადები ტარდებოდა და ეს პროექტიც იყო მიწვეული როგორც გარემოსათვის ძალიან სასარგებლო პროექტი და იგი ჰოლანდიაში გავიდა მესამე ადგილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამერიკაშიც მან მეოთხე ადგილი დაიმსახურა, ასევე მადლობის სიგელით საქართველოს სახელზე, ესე ვთქვათ. ნამდვილად გეკუთვნით ძალიან კარგი რაღაცა. შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ ბიოგაზი ალტერნატიული საწვავია. რა თქმა უნდა, ბიოგაზი ალტერნატიული საწვავია, იმიტომ რომ საერთოდ ძირითად სათვალო-ენერგეტიკულ რესურსებად ითვლება ბუნებრივი აირი, ნავთობი და რადგან მათი ამოწურვა ხდება, ამოწურვადი რესურსებია, ჩვენ ალტერნატიულად გამოვიყენებთ ბიოგაზს, რომელიც ამოუწურავია, შეუქცევადია და შეგვიძლია თავისუფლად გამოვიყენოთ როგორც ბუნებრივად და ბიოლოგიურად სუფთა. რა თქმა უნდა, არა სტანდარტული წყაროა და ამიტომაც შეგვიძლია მას თავისუფლად უწოდოთ ალტერნატიული გზა ბუნებრივი აირის და საერთოდ ენერგიის მისაღებად. გითხარით, როგორია ბიოგაზის ზემოქმედება გარემოსა და ადამიანზე? ის გარემოსთვის სრულიად უნებელია, რადგან როგორც ვიცით, მეთანი არის ძალიან მავნე ბუნების, მაგრამ არ ხდება მისი გაფანტვა. სპეციალურად ესეთი დანადგარის მეშვეობით უკვე ხდება მისი გადამუშავება და წვა ხდება. იმ სახით აღარ გამოიყოფა, ხო? დიახ, ბევრად უფრო ნაკლებია ზიანი გარემოს მიმართ. და როგორც ვქვი, გაზი მიეწოდება მომხმარე, ასე ვთქვათ, ხოლო დარჩენილი რაც ამ ბაკში რჩება, აი ამ მილით მიეწოდება ამ რეზერვუარს, ხოლო შემდეგ გადადის აი ამ რეზერვუარში, რომელშიც ხდება ბიოლოგიურად სუფთა სასუქების დაგროვება, ხოლო შემდეგ მოხმარება. გასაგებია, იცი რა მითხარით ბავშვებო, რომ აი თქვენ ახსენეთ, რომ დასავლეთ საქართველოში უფრო მეც აქვს, ხო, ესეთი დანადგარი და თუ გეგმავთ ისეთ რამეს, რომ თქვათ მთლიანად საქართველოს მასშტაბით გააგებინოთ ხალხს და რაღაცნაირად ყველა ოჯახში მოხდეს ესეთი დანადგარების დამონტაჟება. თქვენ გადაცემაში ჩვენი მოწვევა ერთ-ერთი ამისი ასე ვთქვათ პროპაგანდა გამოდის. თუმცა ჩვენ თვითონ ან პირადად არ მიფიქრია ამაზე, რომ დიდი ის გამეც. და ქალაქის პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ ამ ტექნოლოგიების გამოყენება? ქალაქის პირობებში, რა თქმა უნდა, ამ ტიპის დანადგარს ვერ გამოყენებთ, იმიტომ რომ მისი ზომებიც, ასე ვთქვათ, არ გვაძლევს საშუალებას, რა თქმა უნდა, ქალაქში ბევრად უფრო პატარა ზომის დაგვჭირდება, თუმცა მასზე ფიქრი შეიძლება, მისი მოდერნიზებაც შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიოში არსებობს პრეცედენტი, რომ ბიოგაზის დანადგარი ყოფილიყოს ქალაქის პირობებში დამონტაჟებული, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია, რაიცი რა ხდება, ხო? ეტაპობრივად ვეცდებით, რა თქმა უნდა, რომ უფრო მოვარგოთ ქალაქურ ცხოვრებასაც. ბავშვებო, მადლობას გეტყვით ჩვენთან მოსვლისთვის. მე მიხარია და ძალიან კარგია ასეთი მოდელების შექმნა და მინდა გისურვოთ წარმატებები და ზუსტად ვიცი რომ ამ მასაკში თუ თქვენ ესეთი წარმატებულები ხართ, მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევთ და გემშვიდობებით. თქვენ კი ნახეთ ტრადიციული ეკოამები და შემდეგ უკვე ვიქტორინით დაგიბრუნდებით. კალიფორნიული კონდორი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა დედამიწაზე. სულ რაღაც 30 წლის წინ ამ საოცარი ფრინველის მხოლოდ 25-მდე ინდივიდი ბინადრობდა ჩვენს პლანეტაზე. გარემოს დაცვითი ორგანიზაციების დახმარებითა და ძალისხმევით კონდორის შენარჩუნება მოხერხდა. დღეს კი ველურ ბუნებაში მისი 190-მდე ინდივიდი ბინადრობს. მოქმედებს კონდორის გადარჩენის სპეციალური პროგრამაც. ტყვეობაში გამოჩეკილ და გაზრდილ კონდორის მართვეებს მეცნიერები ველურ ბუნებაში უშვებენ და მის გამრავლებას ამ ხერხით ცდილობენ.
აფრიკულ საფარიში ყოველწლიურად ეწყობა საქველმოქმედო მარათონი, რომელშიც უამრავი ადამიანი მონაწილეობს. ეს ჩვეულებრივი გარბენი არ გიგონოთ, რადგან მონაწილეებს ისეთი ადგილების გავლა უწევთ, სადაც უამრავი მტაცებელი ცხოველი ბინადრობს. შესაბამისად, მათი მხრიდან თავდასხმის რისკიც მაღალია. სარბენი ბილიკის სიგრძე დაახლოებით 21 კილომეტრია. გაუსაძლის სიცხეში კი მისი დაფარვა საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, თავგადასავლებისა და მძაფრის შეგრძნებების მოყვარული ადამიანები სიამოვნებით მონაწილეობენ ამ მარათონში. პროექტის მიზანია შეგროვდეს ფინანსები აფრიკის ველური ბუნების გადასარჩენად. ეს ლამანტინი სახელად სნუტი მაიამის ოკეანარიუმში 1948 წელს დაიბადა. ის გახდა პირველი ლამანტინი, რომელიც ტყვეობაში გაჩნდა. წელს მან დაბადებიდან 67 წლის იუბილე აღნიშნა. სნუტის დაბადების დღემ მხიარულად ჩაიარა. ბავშვებმა იუბილარს ნახატები აჩუქეს. ოკეანარიუმის ადმინისტრაციამ კი ტორტი გამოუცხო. მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ფლორიდის ოკეანარიუმის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. ბალტიმორში, მერილენდის შტატში ნარჩენებთან ბრძოლის ახალი ხერხი შეიმუშავეს. შექმნეს ინოვაციური პროექტი, ეგრეთ წოდებული წყლის ბორბალი, რომელიც მზის ენერგიაზე და წყლის დინების საშუალებით მოძრაობს და წყლიდან ყოველდღიურად 22,000 კილოგრამზე მეტ ნარჩენს აგროვებს. სეზონური წვიმების შედეგად გაჩენილ ნიაღვრებს ბალტიმორის ნავსადგურში ტონობით ნარჩენი ჩააქვს. ბალტიმორში იმედი აქვთ, რომ ეკოლოგიური ბორბლის დახმარებით არა მხოლოდ ნარჩენების პრობლემა მოგვარდება, არამედ ნავსადგური 2020 წლისთვის სანაოსნოდაც მზად იქნება. ეკო ვიქტორინის დროც დადგა და დღევანდელ ვიქტორინაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს არის ეს 29 საჯარო სკოლის და თბილისის 72 საჯარო სკოლის მოსწავლეები. აპლოდისმენტებით. შვენიერი ბავშვებო, ჩემი ტრადიციული შეკითხვა უნდა დაგისვათ. თავს როგორ გრძნობთ? როგორი განწყობა გაქვთ? ძალიან მხიარულად ვარ და რაც თავარია, ბრძოლის უნარიანი განწყობა გვაქვს. მომზადებულები ხართ? თავარი ეგარ. მოსაგებად ხართ მოსულები, რა ხო? თქმა უნდა. თქვენც ასევე ალბათ. რა თქმა უნდა. აჰა, კარგია. მოდი კაპიტნები გავიცნოთ. აბა რა უნდა ვქნათ? გავიცნოთ კაპიტნები, დავიწყოთ თქვენგან. ჩემი სახელი არის გიორგი. მონაწილეები? თამუნა, თამთა, ავთო და გვანცა. გიო, თქვენ გუნდს რა ერქმევა? ჩვენ გუნდს ერქმევა ავანგარდი. ავანგარდი რატო? იმიტომ რომ ავანგარდი ნიშნავს მოწინავეს და ჩვენც ვფიქრობთ რომ ამ თამაში დავწინაურდებით. ვა, როგორი სერიოზული განაცხადია. ვნახოთ, აბა თქვენ გაგვეცანით? გუნდის კაპიტანი ვარ მე, ნინო. ჩემი ჯგუფის წევრები არიან მარიამი, გიორგი, ნიკიტა და მარიამი. ნიკიტა, თქვენ გუნდს რა ერქმევა? ჩვენი გუნდის სახელია იკო 72. თქვენი სკოლის საპატივცემულოდ ალბათ, ხო? დიახ. გასაგებია, მოკლედ ნახოთ როგორი თამაში გამოგვივა დღეს. ვის უგოლს შემატკივრეთ ბავშვებო? მე დავუჭერ 29 საჯარო სკოლას ხარ დღეს. კაი, მე 72. აჰა. მე ორივე გუნდს თანაბრად გიგულ შემატკივრებთ და ეხლა უნდა აგიხსნათ წესები. მე მგონია რომ იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ. მოკლედ ვიქტორინა სულ 3 ტურისგან შედგება და თითოეულ ტურში სხვადასხვა სახის და სირთულის დავალებები გელით. პირველ ტურში ბავშვებო არის 5 შეკითხვა და კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. მეორე ტურში არის სულ 2 კითხვა და თითო სწორ პასუხში 2 ქულას. მესამე ტურში არის მხოლოდ 1 შეკითხვა და ეს შეკითხვა ფასდება 9 ქულით, ამიტომ ვიქტორინის ბოლომდე ორივე გუნდს აქვს ანგარიშის გათანაბრების და მოგების შანსი. აჰა. და უფრო დეტალურად თითოეული ტურის წესებს ესე გზადაგზა აგიხსნით და აქვე გეტყვით რომ ფალსტარტი მე მგონი ყველამ ვიცით რას ნიშნავს. ჩვენს ვიქტორინაში უკვე მომხდარა ესეთი შემთხვევები, ანუ როდესაც ვიტყვი რომ წამზომი ჩაირთო, მხოლოდ მაშინ გაქვთ ღილაკზე ხელის დაჭერის უფლება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხის გაცემის უფლებას მოიპოვებს მოწინააღმდეგე გუნდი. ყველაფერი გასაგებია, მე მგონი, კითხვები ხო არ გვაქვს? არა. არა. გისურვებთ წარმატებებს, მოვემზადეთ პირველი ტური. ვიწყებთ პირველ ტურს, როგორც უკვე გითხარით, პირველ ტურში სულ 5 შეკითხვა იქნება, კითხვაზე სწორი პასუხი 1 ქულით ფასდება და მოსაფიქრებლად გაქვთ 30 წამი ბავშვებო და გაიმარჯვებს ის, ვინც იქნება ყველაზე სხარტი. და ასევე იმატებს სავარაუდო პასუხების რაოდენობა და ეტაპობრივად ეს კითხვები რთულდება. მოვემზადეთ პირველი შეკითხვა. რა არის მიმიკრია? საბინადრო გარემოს შეცვლა თუ შენიღბვა? წამზომი ჩაირთო, ფალსტარტი იყო. გიო, წეგან გაგაფრთხილე. არა უშავს, რას ვიზავთ?
წამსომი ჩაირთო, შეგიძლია იფიქრო და გვიპასუხოთ. ეს არის შენი ღვაწ. რა თქმა უნდა, შენი ღვაწ. პირველი დამსახურებული აპლოდისმენტები. რა თქმა უნდა, ეს არის შენი ღვაწ. ანგარიშია 1-0 ეკო 72-ის სასარგებლოდ. შვენიერია. რამე თქვენ თუ ეხლა რადგან ეს ხატა დააჭირეთ, ესე იგი იცით მიმიკრიის შესახებ, ხო? რაღაცეები და აბა რას გვეტყვი გიო? ანუ მიმიკრია არის ერთგვარი შეგუებულება, რომელიც ცხოველიან მცენარე იყენებს იმისათვის, რომ თავი იგრძნოს დაცულად. ანუ ემსგავსება უფრო დაცულ მცენარეს ან ცხოველს. ასეა, აბსოლუტურად გეთანხმები. ბავშვებო, მეც გეტყვით ორ სიტყვას, ცხოველებს და მწერებს მართლაც ახასიათებთ ეს უნიკალური თვისება. ისინი ძალიან ოსტატურად ინიღბებიან და ისე ემსგავსებიან გარემოს, რომ მათი შემჩნევა შეუძლებელი ხდება. და რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი ბუნებას ფორმით და ფერებით ემსგავსებიან, ესეთი საინტერესო რაღაცეებიც ხდება. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ დაიცვან თავი მტაცებლებისგან და საფრთხე აირიდონ. ხო, არსებობს ესეთი მწერი, ჩხილას ეძახიან და მას შეუძლია ტოტს ან ჯოხს დაემსგავსოს და თუ არ იცი როგორია ეს მწერი, ვერასდროს განასხვავებს. კიდევ არის ფრინველი, უფეხურა, რომელიც ასევე ძალიან ემსგავსება ხის ტოტს. ან კიდევ ეგრეთ წოდებული ფოთლის პეპელა, რომელიც აზიაშია გავრცელებული, მისი ფრთები ეს ძალიან გავს ფოთლს ბავშვებო და ზოგჯერ ფოთლის მსგავსად ნახრეტებიც კი აქვს და მოკლედ ბუნებაში 1000 გვარ საოცარ რაღაცას შევხვდებით და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ანგარიშია 1-0 ეკო 72-ის სასარგებლოდ, დემზადებით, შემდეგი შეკითხვისთვის ყურადღება, კითხვა ეკრანზე. პეპელა განიცდის მეტამორფოზას და არსებობის მანძილზე რამდენჯერმე გარდაიქმნება. დაასახელეთ, რომელი თანმიმდევრობაა სწორი. მე ჩამოთვლი ამ თანმიმდევრობებს. კვერცხი მუხლუხო ჭუპრი პეპელა, ჭუპრი კვერცხი პეპელა მუხლუხო, კვერცხი მუხლუხო პეპელა ჭუპრი. წამდომი ჩაირთ. რატო არ მაცდი შენ გიო? კაი, არაუშავს. კიდევ ფალსტარტი იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მე ერთვის გაითვალისწინებ. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ დრო გვაქვს. აბა მითხარი? ეს არის კვერცხი, მუხლუხო, ჭუპრი და პეპელა. დაუკარით აპლოდისმენტები. არაუშავს. ჯერ ხო თამაშობთ ეხა მხიარულებაა და გავერთოთ. სწორი პასუხია, რა თქმა უნდა. აქვე დავამატებდი, რომ პეპლები შედიან ქერცლფრთიანებში. ქერცლფრთიანებში? ხო. და ისინი თავისი ცხოვრების განმავლობაში გადიან 4 სტადიას. ესე იგი, თავიდან იწყება დებენ კვერცხს ფოთოლზე, რომელიც იმდენად პატარაა, რომ აი წერტილებისავით ჩანს. ამ კვერცხიდან მე მუხლუხოები ჩდებიან, ისინი მცენარეებით იკვებებიან და ადვილად იზრდებიან. კი, ნამდვილად. შემდეგ ბავშვებო, ეს მუხლუხო მცენარეზე პარკს ამაგრებს და შიგნით ჭუპრდება. ჭუპრიდან უკვე მე სულ ბოლოს სრულყოფილი პეპელა იბადება. ხო, არსებობს ძალიან პატარა პეპლები და გიგანტური პეპლები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პეპელა 27 სანტიმეტრის არის და დედოფალ ალექსანდრას უწოდებენ. ის ლონდონის ისტორიის მუზეუმში ინახება. ბავშვებო, კიდევ ერთი საინტერესო სახეობა არსებობს პეპლების, ესენი არიან გადამფრენი პეპლები. ესე ეწოდებათ მონარქი დანაიდები, რომლებიც ყოველწლიურად კალიფორნიასა და მექსიკას შორის დაფრინავენ და რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 3200 კილომეტრს გადაიფრენენ. ეს საოცარი მაჩვენებელია. მე ვიცოდი, ადრე ვიცოდი, რომ პეპელა სულ რაღაც 3 დღე ცოცხლობდა და ამ ხელა მანძილსაც ადრე ვიცოდი მეთნინი, ადრე. ხო. ანგარიშია 2-0 შვენივრად მიდის ეკო 72, აპლოდისმენტებიც მინდა კიდევ ერთხელ და ვემზადებით შემდეგი შეკითხვისთვის. რომელია სახიფათო საყოფაცხოვრებო ნარჩენი? მობილური ტელეფონი, მექანიკური საათი, ვარვარა ნატურა თუ პლასმასის სათამაშო. წამსომი ჩაირთო. არის პასუხი, ეხლა ნამდვილად არის ფალსტარტი და გიო. ვარვარა ნატურა. არ არის. არა. დრო გაქვთ ბავშვებო? იფიქრეთ, მისჯელეთ და ისე ვიპასუხეთ. რატომ რა ხდება შენს გუნდს თავს? გუნდის თავს კიდე სხვა რაღაცა. ცოტა დრო დარჩა ბავშვებო. ჩვენი აზრით ეს არის პლასტმასის სათამაშო. არა. არ არის არც ეს სწორი პასუხი. სწორი პასუხი იყო მობილური ტელეფონი. სამწუხაროდ ამ კითხვაზე ვერც ერთმა გუნდმა ვერ უპასუხა და მე მინდა გითხრათ, რომ და ყველა მინდა დაიმახსოვროთ, რომ მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ტაბლეტები და სხვა მოწყობილობები განეკუთვნებიან ნარჩენების ცალკე კატეგორიას, რომელსაც ელექტრონული ნარჩენები ეწოდება.
და აი მათი მიკროსქემები შეიცავენ სახიფათო ნივთიერებებს და ამიტომ მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ ელექტრონული მოწყობილობების დაშლა არ შეიძლება, იმიტომ რომ სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობით. ამას იმიტომ ამბობ, რომ მე ბავშვობაში ძალიან ხშირად დამისშლია და ეს ძალიან ცუდია. ბავშვებო, განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას აზიის და აფრიკის ქვეყნებში, იმიტომ რომ პატარა ბავშვები აგროვებენ ფერად ლითონებს და ზოგჯერ წვავენ კიდევაც და ეს ძალიან სახიფათოა მათ ჯანმრთელობისთვის. იცოდით ბავშვებო ამის შესახებ რამე თქვენ? არა. ანუ ყველა დავიმახსოვრებთ ამას. ანგარიში არ შეცვლილა, კვლავ 2-0-ია და მემზადებით შემდეგი შეკითხვისთვის. ყურადღებით კითხვა ეკრანზე. როგორი ელექტროსადგური არ არსებობს? ქარის, მზის, ტალღების, ზღვის მიმოქცევის თუ ელვის? წამზომი ჩაირდა. არის პასუხი გიო. ელვის. ელვის, რა თქმა უნდა, სწორი პასუხია ელვის. მოდი აპლოდისმენტებით გავამხნევოთ, კარგია. გიო, საიდან იცოდი, ვარაუდით თუ? ვარაუდით? ქარის და მზის ელექტროსადგურები უკვე ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია. დანია მაგალითად პირველ ადგილზეა ქარის ელექტროსადგურით, ხოლო გერმანიაში ფართოდ გამოიყენებენ მზის ელექტროსადგურებს. 2008 წელს პორტუგალიაში ააშენეს ტალღების ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგური, სადაც ტალღის ენერგია ელექტროენერგიად გადაიქცევა. სხვათა შორის ეს ელექტროსადგური ბავშვებო სანაპიროდან 5 კილომეტრში მდებარეობს და 1600 სახლს ელექტროენერგიით რაც უზრუნველყოფს. ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის გარემოსთვის საშიში და პირიქით განახლებადი ენერგია და ამიტომ ჯერჯერობით არ გვაქვს ელვის ელექტროსადგური, მაგრამ ადამიანისთვის შეუძლებელი ხომ არაფერია. არაფერი არაა შეუძლებელი, მეც ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყანასაც ოდესღაც ექნება მზის ან ქარის ელექტროსადგურები და ამ მხრივ უფრო წინ წამოვიდეთ. იმედი გვაქვს. ანგარიშია 2-1. გიო, კარგია, კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. და შემდეგი შეკითხვა. რომელი შინაგანი ორგანო ეხმარება ზვიგენს, რომ წყალში არ ჩაიძიროს? ღვიძლი, ტვინი, ელენთა, კუჭი, გული თუ ნაწლავი? წამზომი ჩაირთო. ეს უნდა იმსჯელოთ, იფიქროთ და ისე მიპასუხოთ. არის პასუხი. ჩვენი აზრით ეს არის ელენთა. არ არ არის სწორი პასუხი. ელენთა ნამდვილად არ არის სწორი პასუხი. დრო არის გიო, იფიქრე და ისე გვიპასუხეთ. ძნელი კითხვა. შენ ხო იცი? მაშ. დრო გადის. მარე ჯობია რომ იფიქროთ. დააჭირო. დააჭირო, თუ გაქვს პასუხი? არის პასუხი გიო აბა? ჩვენი აზრით ეს არის კუჭი. არ კუჭი არ არის. სწორი პასუხია ღვიძლი, ნინი. ზვიგენს უზარმაზარი ღვიძლი აქვს, რომელიც ძალიან ცხიმიანია და ეხმარება მას, რომ წყალში არ სხვათა ჩაიძიროს. შორის ზვიგენის ღვიძლისგან თევზის კონსაც კი ამზადებენ. ყველაზე საოცრება რა არის, იცით ბავშვებო, რომ ხშირად ზვიგენზე ფარფლების გამო ნადირობენ, აი ამ ფარფლს აჭრიან და შემდეგ ისე ოკეანეში უშვებენ და ნუ შედეგად ზვიგენი ვეღარ დაცურავს და იღუპება. და არ გაინტერესებს რა თუნდაც ეს ფარფლი. წვნიანს ამზადებენ. რომელიც ძალიან პოპულარული კერძია და ამის გამო უამრავი ზვიგენი იღუპება. ეს ძალიან ცუდია. მოკლედ, ამ კითხვაზეც არ იყო სწორი პასუხი, არაუშავს. პირველი ტური დასრულდა 2-1. მაინც მე მგონი კარგად მივდივართ, რა სიტყვით? ეკო 72 ლიდერობს. ეკო 72 ლიდერობს და წინ როგორც მე ვატყობ, გველოდება კარგი თამაში. არა დათუნა? აბა რა, და შევხვდებით მეორე ტურში. ვიწყებთ მეორე ტურს და მოდი ახლა ახსნათ მეორე ტურის წესები. მოკლედ მეორე ტურში სულ 2 შეკითხვაა ბავშვებო და კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით. პირველ კითხვას ქვია იპოვნე რუკაზე. მონიტორზე თქვენ ახავთ ფოტოს და მოისმენთ მოკლე ინფორმაციას აი ამ გამოსაცნობი ადგილის შესახებ. თქვენი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად მოძებნოთ რუკაზე ეს ადგილი. დრო ისე 33. რა თქმა უნდა, უცვლელია. მიხვდით ხო? კითხვა ხო არ გაქვს რამე? მაშინ მოვემზადეთ ამ კარგ განწყობაზე და ყურადღება ფოტო ეკრანზე. ეს დაცული ტერიტორია, ბავშვებო, საქართველოში მდებარეობს. იგი გამორჩეულია ლამაზი, მთიანი რელიეფით და ხეობებით. მისი ტერიტორიის 80% ტყით არის დაფარული. გვხვდება მარადმწვანე ქვეტყეც და აი ამ ადგილზე შემორჩენილია შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები. იპოვნეთ რუკაზე ეს ადგილი. წამზომი ჩაირთო. აბა. თუ შეთია. აბა ნახოთ. დაიცა მაშინ იკოლხე. ისე დაიწყეს, მე მგონი ორივე გუნდმა იცის რა არის ეს. კარგია, ესე ფოტოებს დააკვირდი ხოლმე პერიოდულად.
მაგრამ დროც გავითვალისწინოთ. და არის, მაშინ აქ იქნება პალესტონის ბათუარი ესე. ცოტა დრო დარჩა ბავშვებო. არის კონფუსი. ამოიწურა ბავშვებო დრო, ამოიწურა. სამწუხაროდ ერთ-ერთმა გუნდმა ვერ უპასუხეთ. იცოდით ისე ეს რა ადგილი იყო? ნინი. რა ვიცი. ცდილობდით რომ არა, ისე თუ სახელწოდება თუ იცით. თქვენ დას ვარაუდობთ. კოლხეთის ეროვნული პარკი. არის ხო, კოლხეთის ეროვნული პარკი? კინტრიშის დაცული ტერიტორია. კინტრიში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის ტყით დაფარული ყველაზე დიდი ტერიტორიაა. მე ვიცი რომ აქ ეს რამდენიმე უთხოვარი რომლის ასაკი სახლობით 1000 წელია. კი, ასევე არის გავრცელებული 1000 წლოვანი ბზები, რომელიც სამწუხაროდ ხმება. აი, ხედავთ ჩვენ ფოტოებზე კინტრიშის დაცულ ტერიტორიას. ისე თუ ხართ ვინმე ნამყოფი? არა. არა. ხო, შეიძლება ჩვენი საზაფხულო ეკობანაკი იქაც მოეწყოს სამზაფხულს, არ ვიცი, ვნახოთ. მოკლედ ახლა წინ გვაქვს კიდევ ერთი შეკითხვა, მეორე ტურის ანგარიში არ შეცვლილა. ისევ 2-1-ია. 2-1-ია ისევ და ნინი ახლა უნდა აგვიხსნას ჩვენ. ბავშვებო, მეორე ტურის მეორე შეკითხვას ქვია მოусმინე ბუნებას. ეკრანზე ნახავთ რამოდენიმე ფრინველის ფოტოს, შემდეგ მოისმენთ ხმას და უნდა დააკავშიროთ თუ რომელ ფრინველს ეკუთვნის ეს ხმა. მოსაფიქრებლად გაქვთ ისევ 30 წამი და იმარჯვებს ის, ვინც პირველი გამოიცნობს ამ ფრინველის ხმას. ისე რამდენად ერკვევით ბავშვებო ფრინველებში? ნაკლებად. უფრო ნაკლებად? თქვენ? ჩვენც ასე. თქვენც ასე ნახოთ, აბა იქნებ გეცნოთ რომელი ფრინველი იქნება ამ ეტაპზე. კარგი, ფოტო ეკრანზე და ვისმენთ ფრინველის ხმას. რომელ ფრინველს ეკუთვნის ეს ხმა? გულგულს, ნიბლიას, თოხიტარას თუ წივწივას? წამზომი? არიჩქაროთ. კარგად მოусმინეთ. აი ხმა. მე დავტყვევი ესე. პასუხი? არის პასუხი, მე რამედანი გავყევი. ჩიტების ღურტულს გიო. ჩვენი აზრით ეს არის წივწივა. არა, რადგან წივწივებ და არ არის ეს. არ არის წივწივა. ჩქარა უნდა გვიპასუხოთ, ნინი. ნიბლია ჩვენი ასე. არც ნიბლია არ არის. ეს იყო თოხიტარა. ანგარიში კვლავ უცვლელია 2-1. მე გთხოვთ რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ეს ნარნარი ხმა. რომ კარგად დაგვამახსოვრდეს. თოხიტარა. აი, თოხიტარა. თოხივით. ისე მართლა ისეთი სახელი აქვს რომ ესეთი ლამაზი ხმა მეგონი არ უნდა გქონდეს თოხიტარა, რაღაცა და ჩიტიან ლამაზი. მოკლედ ანგარიში არ შეიცვალა მეორე ტურშიც. ისევ 2-1-ია. ისევ 2-1-ია და წინ გველოდება მესამე და გადამწყვეტი ტური. მოვემზადეთ და მესამე ტური. ვიწყებთ მესამე და გადამწყვეტ ტურს, ბავშვებო. ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ეს ქულა, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი 9 ქულით პასდება და მე ახლა მინდა გიჩვენოთ ვიდეო ეკობანაკიდან და თუ თქვენ ყურადღებით არ იქნებით, შეიძლება ეს დაკარგოთ და ვერ წახვიდეთ ეკობანაკში. ასე რომ მე მინდა რომ ყურადღება მოიკრიბოთ, ჯერ ვნახოთ ვიდეო და შემდეგ კითხვა. აი ესეთ ძალიან მაგარ დროს გაატარებს, ვინც დღევანდელ ვიქტორინაში გაიმარჯვებს, ასე რომ ბავშვებო მოვემზადოთ, ეხლა განსაკუთრებულად მოვიკრიბოთ ყურადღება და შეკითხვა ეკრანზე. დაასახელეთ ძუძუმწოვარი, რომლის სახელსაც ხშირად ვიყენებთ უცხო ენიდან ნაწარმოების სიტყვების ბოლოსართად. წამზომი ჩაერთო. ორი ისეთი რაღაცა. ახსენდება რაღაცეები? მე გივა. შენ გუნდს უგულშემატკივრო ეჯობია. ის შესაძ. ვარას ფიქრობთ? ეს არის ძუძუმწოვარი ბავშვებო.
ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. თითქმის ყოველ დღე ვიყენებთ აი ამ ბოლოს არც. დრო ამოიწურა, ვერცეთმა ვერ უპასუხეთ, მაგრამ ვერსიები თუ გქონდათ, ისე რა შეიძლება და ყოფილიყო ეს? ჩვენი აზრით ეს იყო ბელი. ბელი არ იყო. შე? ჩვენ კენგურუ ვქონდა. კენგურუც არა და ბელი რატო ბელი მაინდა. ელი. რა ვიცი. ან არა, ლით რომ თავდება მაგალითად ეიფლი. და შენ და რა მინდა ტურაზე არ გაგიგია რომ დამთავრდეს სიტყვა? ტურა. ტურა, კლავიატურა, სტრუქტურა, მაკულატურა, მანდატურა, კულტურა. როგორი ტურა? კულტურა, მანდატურა. მანდატურა. ტემპერატურა, მოდი ჩამოთვალ კიდე რა შეიძლება იყოს? არქიტექტურა. არქიტექტურა კიდე? მინიატურა. მინიატურა. მოკლედ ამ კითხვაზე ვერთეთმა ვერ უპასუხეთ, მაგრამ სწორი მაინც პასუხია. გამოვავლინეთ გამარჯვებული. სწორი პასუხი იყო ტურა და გაიმარჯვა დღევანდელ ვიქტორინაში ეკო 72-მა. აპლოდისმენტები. ანგარიში 2-1. ჩვენი თქვენ გული უნდა გწყდებათ ბავშვებო. ეს ხოლო თამაშია. ნინი და დათუნა საჩუქრები თუ შეიძლება მოგვართვით. მოკლედ თითოეულ თქვენგანს გადმოგეცემათ სერტიფიკატი, ნიშნად იმისა, რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს ეკო ვიქტორინაში. აი ესეთი სერტიფიკატია. წიგნი რა არის თავისუფლება, რომელიც გამოუშვა არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე. არასამთავრობო ესეც მივცეთ და ეხლა მთავარი პრიზი საგზური ეკო ბანაკში. აპლოდისმენტები რატომ არ მესმის? ესეც მთავარი პრიზი. და მე ამ პრიზს გადავსებ ნინის. გილოცავ? ძალიან მაგარ დროს გაატარებთ ჩვენ სიუჟეტის ვნახეთ თუ რა გელოდება წინ. თქვენ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გული არ გაიტეხოთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თამაში. თქვენ კი გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. აინტერესო თემებით. კარგად ვზანდებოდეთ. ნახვამდის.